საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ-რულოვსი დღეს 43 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეზეუნში, ჰოლანდიაში დაიბადა. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით. 1993 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის დროს მომავალ მეუღლეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. წლის ბოლოს კი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა. 1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც სანდრა ელისაბედ-რულოვს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების სამეფო საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა. 1997 წლიდან ის ჰოლანდიური რადიოს კორესპონდენტი იყო, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გადაცემებს ამზადებდა. მშობლიური ენის გარდა სანდრა ელისაბედ-რულოვსი ფლობს ფრანგულ, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულსა და მეგრულ ენებს. საქართველოს პირველი ლედი აგრეთვე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარიან. მან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორმანის ხსოვნის საპატივსაცემად ქართველი ჟურნალისტებისთვის მისი სახელობის სტიპენდია დააწესა. პირველი ლედის სახელს უკავშირდება ორგანიზაციების შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის ალიანსი, იშვიათი დაავადებებისათვის და რადიო მუზის ჩამოყალიბება. საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის ორი ვაჟიშვილი ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები ყავთ.